ამ თემაზე მუშაობს მეგინა არსავიძე და ის პირდაპირ ეთერში გვერდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება და ის მტკიცებულებები, რომლებზეც მამუკა მდინარეძე მილაპარაკა მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს ახალს ვერაფერს სთავაზობს, სცენარს ვერ ცვლის და ისევ სრულიად დამოკიდებულია უცხოეთიდან მიღებულ მითითებებზე და უცხოელების მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ესეც ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც სხვა შემთხვევებში იყო, აქამდეც არაერთხელ გვინახავს მსგავსი ტრენინგები, საზოგადოებამ ნახა ასევე კონკრეტული ვიდეოები იმასთან დაკავშირებით, თუ რეალურად რა მიზანს ემსახურებოდა ის ტრენინგები თუ შეკრებები, რომელიც სხვადასხვა სახელით იფუთებოდა. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ სახელმწიფო უწყებები მუშაობენ ეფექტიანად, ეს სცენარიც წარუმატებლობისთვის არის განწირული, თუმცა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სიფრთხილე. ძალიან მძიმე ფაქტია და სამწუხაროდ არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გარედან მიმდინარეობს კონკრეტული ადამიანების ტრენინგები რევოლუციასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ყველაფერი მაშინ შეფუთული იყო და საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ეხმარებოდნენ და მათთვის იყო აღნიშნული ტრენინგები, მაგრამ რეალურად აბსოლუტურად სხვა რამეზე იყო საუბარი იყო სახელმწიფო გადატრიალებაზე. საზოგადოება ხედავს, რომ ჩართულია გარე აქტორები, არისვენებენ ქვეყანას მოსვენებას არ აძლევენ და ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. თამამად შეგვიძლია პარალელები გავავლოთ ამ შემთხვევაში იმ სიტუაციებთან, რომელიც იყო თუნდაც რამოდენიმე თვის წინ საარჩევნო და ასე შემდეგ, როდესაც ესეთი ბლაჟევიჩის მსგავსი ადამიანები ჩამოდიოდნენ და არა თუ ატრენინგებდნენ, არამედ კონკრეტულ მითითებებს აძლევდნენ ოპოზიციურ ფლანგზე მყოფ ადამიანებს, თუმცა ჩვენ ნახეთ, რომ ყველა ასეთ შემთხვევაზე საქართველოს და ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს, რა თქმა უნდა, ჰქონდათ შესაბამისი რეაგირება და მე დარწმუნებული ვარ, ეს შემთხვევაც რეაგირების გარეშე არ დარჩება. ოპოზიცია იგორ ბლაჟევიჩთან კავშირს უარყოფდა, თუმცა როგორც მამუკა მდინარეძის განცხადებიდან მოვისმინეთ, ისინი არა მხოლოდ ესწრებიან ბლაჟევიჩის მიერ ჩატარებულ ტრენინგებს, არამედ მისგან იღებენ მითითებებსაც.